და რა დარღვევები ფიქსირდება თბილისში ამჯერად 56 საარჩევნო უბანზე თიკა წერეთელს ჩავთავთ ახლა პირდაპირ ეთერში, რომელიც სწორედ ამ უბანზე მუშაობდა. თიკა, გისმენთ უფრო კონკრეტულად რა დარღვევებზეა საუბარი? დიახ, მესამე ოლქის 54 უბანზე დარღვევას ჰქონდა ადგილი, რომელიც ქართული ოცნების ერთ-ერთმა დამკვირვებელმა გიორგი მაჩაიძემ შენიშნა. მაჩაიძის თქმით, ერთ-ერთმა ამომრჩეველმა უბნიდან ცარიელი ბიულეტენი გამოიტანა და გაიქცა. ჩვენ ახლა გთავაზობთ მაჩაიძის კომენტარს. ავინახე ქალი, რომელსაც ეჭირა ცარიელი ბიულეტენი, ეკითხებოდა ქალს რა ნომერი შემოხაზო და მერე გაიქცა. მიუხედავად თვითმხილველების არსებობისა, კომისიის თავმჯდომარე 54 უბნის მიიჩნევს, რომ ეს არის ერთგვარი პროვოკაცია და ის თვლის, რომ ის უბანზე არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ჩვენ მასთან ინტერვიუს ჩაწერა ვერ მოვახერხეთ, რადგან შენობაში არ გვაქვს უფლება ინტერვიუ ჩავწეროთ და მას არ აქვს უფლება გარეთ გამოვიდეს. ხოლო მე კიდე აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აქვე შენობის გვერდით იმყოფებიან ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები, რომლებიც თავს მოხალისეებს უწოდებენ. ჩვეულებრივი მოხალისე ვარ. და უბრალოდ ვეხმარები ნაციონალური მოძრაობის მომხრეები, რომ მოვიდნენ საარჩევნო უბანზე, ვისაც აქვს ნათქვამი, ჩვენი მომხრეები არიან, მეტი არ აქვს. ანუ ვინც თქვა, რომ ნაციონალურ მოძრაობას ხმას ვაძლევო, იმ ადამიანებთან რეკავთ ეხლა თუ როგორ? არა, თვითონ მოდიან და ეხლა თუ ვინმე არ მოვიდა და ვიცნობთ, აქ ცხოვრობთ, ყველანი გაზრდილები აქ ვართ, შეიძლება დავრეკოთ და ვთხოვოთ, რომ მოგზავნდეს. ამ დროისთვის საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა გრძელდება, ხალხი საკმაოდ ბევრია ისევ და ამ დრომდე დაახლოებით 300 ადამიანმა უკვე მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და დააფიქსირა თავისი აზრი ხმასთან დაკავშირებით. მადლობ თიკა 56 საარჩევნო უბანზე მიმდინარე საარჩევნო პროცედურის შესახებ ინფორმაცია თიკა წერეთელმა მოგვაწოდა.